უკრაინა, დონეცკის ოლქი. რამდენიმე კილომეტრი ქალაქ დებალცევომდე. ამ გზას სიცოცხლის გზა ჰქვია, დებალცევოში მიდის. სწორედ ამ გზით მარაგდებოდა იქ გამაგრებული უკრაინის ნაწილები შეიარაღებით და საკვები პროდუქტებით. ეხლა დებალცევოში სეპარატისტები არიან და ჩვენ გვინდა ვნახოთ რა ხდება ახლა ამ გზაზე. ამ გზის გასწვრივ სადგან ანჯარისკაცები რას აკეთებენ, როგორ პირობებში არიან და როგორ ცხოვრობს ხალხი მსოფლებში, რომლებიც დებალცევოს გარშემოა. გზადახიდები თითქმის განადგურებულია. რაც უფრო ახლოს ხარ ფრონტთან, მით უფრო რთულია გადაადგილება. ეს არის ბოლო საგუშაგო, სადაც ჯერ კიდევ უშვებენ ჟურნალისტებს და სადაც შეიძლება ინტერვიუ ჩაწეროს სამხედროებთან. ამის იქით უკვე ინტერვიუსთვის არავის არ ცხელა, იქ რეალური ბრძოლები მიდის. Здравствуйте. გამარჯობა, ეს რა საგუშაგოა, რა ხდება აქ თქვენთან? Что у вас тут происходит? Ну, блокпост, который стоит на ეს საგუშაგო დებალცევოს გზაზე დგას. რამდენიმე დღეში აქაურობა შესაძლოა фронтის ხაზად იქცეს. Здесь может быть передовая линия обороны. შეტევას ელით? Так, мы ожидаем. ყოველდღეველი ჩეტევა. Братья славяне, привет. გავათვალიერებთ ყველა საიდუმლოს რა თქმა უნდა არ გვეწიან, მაგრამ ნახოთ მაინც როგორ ცდილობენ უკრაინელები თავისთავად. ეთაკოპი და? რეზო, მოდი ტანკს საწინააღმდეგო სისტემა გადავიღოთ. აი ფაგოტი. წინ მინდორია. და ეს სისტემა აქ განლაგებულია იმისთვის, რომ სატანკო შეტევა მოიგერიოს, რომელსაც მოელიან აქ უახლოეს დღეებში. პოზიციების უკეთ დასაცავად სამხედრო ტექნიკაც სანგრებში დგას. ჯარისკაცები დაბომბვის დროს თავს ბლინდაჟებს. და ბლინდაჟ და? Да, это блиндаж. Вот здесь мы живем. აი აქ ცხოვრობთ. აი მაგიდან სადაც ჭამდა ლოგინები, რომლებზეც გვძინავს. Давайте, где мы спим. Здесь наше жилье. Что тут რა ხდება ხოლმე აქ ძირითადად? Ну что, стреляют. რა უნდა ხდებოდეს? ისინი ჩვენ გვესვრიან, ჩვენ იმათ ვესვრით. ომია. Война в основном. Здесь прячемся აქ გრადებს და ურაგანებს ვემალებით. от ураганов. А бывали уже იყო случаи? უკვე დაბომბვის შემთხვევები? Что бывали? Случаи бывает много. კი რა თქმა უნდა, ხშირად. პირდაპირ დარტყმას ერთს გაუძლებს ეს თავშესაფარი, მეორეს ალბათ ვერა. ძირითადად დამსხვრევებისგან გვიცავს. Сколько тут человек может? რამდენი ადამიანი დაეტევა აქ? Ну если спать человек 6 может. დასაძინებლად 6 კაცი და დაბომბვის დროს 40-ც. От обстрела здесь можно и 40 вместить. საკვებზე რა შვრებით? აი ლორი გვაქვს, შემიძლია გაგიმასპინძლეთ, ორცხობილებიც გვაქვს. Хлеб сейчас, конечно, нету. С печенюшкой будете? С печеньем. Вкусно? Вкусно, да. Отличная салат. Вот майонез мы кушаем. Тушенки есть на кухне. Кукуруза, видите. Кушать нас хватает. Оружие есть? იარაღი თუ გაქვთ, იარაღი. Оружие есть, კი всё გვაქვს, есть. ყველაფერი Победим. გვაქვს. საბოლოოდ მაინც ჩვენ Обязательно გავიმარჯვებთ. победим. Победа за нами. ფრონტის ხაზს ახლა უფრო უნდა მივუახლოვდეთ გზით, რომელზეც ძირითადად ტანკები მოძრაობენ. აქედან ფრონტის ხაზამდე სულ რამდენიმე კილომეტრია და ამიტომაც ამ გზაზე მოძრაობა თითქმის არასდროს არ წყდება. ეხლა როგორც ჩანს ტექნიკა გამოდის და გადაჯგუფებას მოახდენს და პირიქით მიმართულებით კიდევ ახალი ძალები შედის ხოლმე. სოფელი ლუგანსკოე. ეს არის ბოლო სოფელი, რომელსაც უკრაინის არმია მთლიანად აკონტროლებს. შემდეგ დასახლებაში ფრონტის ხაზი გადის და ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. Что там у тебя? რა გჭირს მანდ, მაჩვენე. Да трохи так, забыли. Покажи, покажи. მაჩვენე, მაჩვენე. Да ничего там нема такого. არაფერია, ნაკაწრია, ნამსხვრევი მომხვდა. Осколок? Да. Часто ხშირად здесь დადის скорая სასტრაფო? კი, ხშირად. есть? На фронт, да? ფრონტზე მიდის, ხო? კი. 1 2 3 4 5 6 და 7 შენობა. აქ სულ მაღაზიები იყო და ქუჩის გასწვრივ პატარა ბიზნესი ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას. ამ სოფელში თუ არ ვცდები 1000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ მას მერე რაც აქ ომი მოვიდა და ჭურვები მოფრინდა, მოსახლეობა თითქმის მთლიანად გაიხიზნა და ახლა ვცდილობთ ვნახოთ ვინმე რომ სტუმრად მივიდეთ და
გავიგოთ როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები. Здравствуйте. გამარჯობა. Здравствуйте. გამარჯობა, შეიძლება დაგელაპარაკოთ? როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ აქ? ცუდად. აბა ეს რა ცხოვრებაა? ვინ წარმოიდგენდა რომ 21 საუკუნეში ასეთი ომი იქნებოდა ამ მიწაზე? 21 веке. Кто это думал? Правильно, политики не პოლიტიკოსებმა მიწა ვერ გაიყვეს, ხალხი კი იტანჯება. За какой хрен? Новенький. სულფლად ახალი ღობე იყო. Все новенькое было. О, сначала ჯერ წინა აფეთქეს და მერე აქ. а это уже потом. Посмотрите, тут вот აი ნახეთ, თითქოს მართლა ნამსხვრევები მოხდა. как будто от осколков. Или осколки, может быть. Вот еще. აი კიდე, თუ ეს ძველია. Не, вот это არა, ეს ასე არ იყო. Не было. აფეთქების განაა ასე. не было, это точно я знаю. Этого не было. Калитка была. Жертв много. Не знаю, дня 4-5 назад. დიდი მსხვერპლია 4-5 დღის წინ სადღაც ამ სოფელში ბავშვები აფეთქდნენ. Ну вот он здесь, вот ребенок, вот как раз. Мертвый был. Я подходил еще к нему. Вот. А потом მე ვნახე, მე შევესწარი. აი იქ მოხდა. მიურბინე და мама თხრილში ეგდო, ფეხები არ ჰქონდა. еще живой, но без ног. А никого нигде. Можно к вам? გამარჯობა, შეიძლება თქვენთან? Я не слышу, я ვერ გავიგე, შეიძლება? Я не расслышал. მოდით გადაიღეთ, მაგრამ მე და მოხუცი კაცი არ გამოგვაჩინოთ. Когда этот снайпер? როდის ჩამოვარდა ეს ჭურვი? აი ხომ გეუბნები, ერთი კვირა ვიბომბებოდით. რით ვერ გაიგეთ, ვინ ხართ, სადაურები ხართ? ჩვენ საქართველოდან ვართ. საქართველოდან ხართ? აბატონო თქვენ ჭურვი. მოდი აქ ეს გადაიღე, მე ნუ გადამიღე. ეს ძაღლი საშიშია? არა, ნუ გეშინია. А он сам ко мне идет. სახლი ნახე რა დღეშია. Можете пройти через наш двор, следующий двор. Скажите. 15 თებერვლიდან დონბასში ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. სროლის ხმა აქ ახლაც ისმის. მოსახლეობა და არმია ომის გაგრძელებისთვის ემზადებიან. დონბასში შექმნილი ვითარების გამო ამ რეგიონიდან დღეისთვის ოფიციალური მონაცემებით 1 მილიონზე მეტი ადამიანია დევნილი როგორც უკრაინის, ისევე რუსეთის მხარეს. დღესდღეობით ასევე გართულდა ვითარება მარიუპოლის მიმართულებით, საიდკენაც გააქტიურდნენ პრორუსი სეპარატისტები და სწორედ მარიუპოლში იმყოფებიან ქართველი სამხედროები, რომლებიც უკრაინელებთან ერთად იცავენ უკრაინულ არჩევანს.